მოგესალმებით, მეგობრებო, მინდა შემოგთავაზოთ ისეთი სწრაფი განხილვა, აი ამ ძალიან პოპულარული, ჰაიპური მონეტის, რომელსაც ქვია ჰაიპი, Hyperliquid-ის მონეტის, ბირჟა Hyperliquid-ის მონეტის. მოკლედ რა აზრზე ვარ და როგორია ჩემი ანალიზი არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით. უკვე დიდი ხანია ფასი იზრდება და თავისთავად კორექცია ადრე თუ გვიან იქნება. საკითხავია საიდან? მე მგონია რომ ჩვენ უკვე ახლოს ვართ კორექციასთან. გარკვეული დაღმავალი მოძრაობა უნდა დაფიქსირდეს, იმიტომ რომ ფასი გადახურულია, ძალიან ბევრი long პოზიციებია უკვე. შესაბამისად, გარკვეული ღრმა კორექცია სჭირდება ამ მონეტას, ამ აქტივს, რომ შეიძლება მერე მომავალში კიდევ მოიკრიბოს, ასე ვთქვათ, ძალა, კიდევ რაღაც საწვავი, ასე ვთქვათ, აიღოს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მაღლა ავიდეს. ამ მომენტში მგონია, რომ უკვე მზადდება კორექცია, რატომ მგონია, იმიტომ რომ დაახლოებით 75-ზე, 76-ზე CoinGlass-ზე უკვე უკანასკნელი ლიკვიდაციებია, რომელსაც სავარაუდოდ წაიღებს ბაზარი ამ ლიკვიდაციებს. შემდეგ ყველაზე მთავარი, ლიკვიდაციები როგორც ერთ-ერთი ფაქტორი, მაგრამ ყველაზე მთავარი ჩემთვის როგორც ტრეიდერს, რომელიც ვაჭრობს მოცულობით კლასტერული ანალიზით, აი სიტუაცია რას მეუბნება. აშკარა 1 საათიანზე, ჩემთვის აშკარაა, რომ შეიქმნა დისტრიბუცია ვაიკოფით. დისტრიბუცია ეს ნიშნავს, რომ აქ უკვე ანაწილებს პოზიციებს მსხვილი მონაწილე. ანაწილებს პოზიციებს, ნახეთ, უკვე აი ამ ბალანსში, რატომ გონია, რომ ეს არის დისტრიბუცია და არა აკუმულაცია. ამ ბალანსში ვხედავთ, რომ ნახეთ, მოცულობებს მივაქციოთ ყურადღება. ეხლავე გაჩვენებთ, აი ეს ადგილი, ნახეთ, აი ამ ბალანსის, კარგით, არ გამოდის, იყოს ესე, როგორც არის. აი ამ ბალანსის მოცულობებია დაახლოებით აი ეს, აი ამ ბალანსის მომატებულია მოცულობები იმასთან შედარებით, როცა ჩვენ მაღლა ავდიოდით. ანუ თუ ბალანსი იქნება, თუ ეს არის აკუმულაცია, აკუმულაციაში პირიქით უნდა იყოს ნაკლები მოცულობები დაფიქსირდეს, ხოლო აქ ხედავთ აღმავალი მოძრაობის დროს უფრო ნაკლებია მოცულობები, ვიდრე აი ამ ბალანსში. რაც ერთ-ერთი ფაქტორია იმისა, მაჩვენებელია იმისა, რომ აქ მზადდება დისტრიბუცია. კიდევ ერთი ფაქტორი, ნახეთ, პირველი ჰაი, აი ეს არის, შეგახსენებთ, 1 საათიანი ტაიმფრეიმი. პირველი ჰაი ეს არის buying ანუ კულმინაცია, ყიდვების კულმინაცია, რომელიც დაფიქსირდა, ნახეთ, მაღალი მოცულობის ფონზე. შემდეგ AR-ი, ვინც იცით, ანუ დისტრიბუცია როგორ უნდა მოვნიშნოთ და ასე შემდეგ, ვინც არ იცით, აუცილებლად ნახეთ, ჩემს YouTube არხზე არის ამაზე ვიდეო, ძალიან კარგი ვიდეო, მე ვფიქრობ და ეს არის მზა სტრატეგია უკვე, რომელიც შეგიძლიათ თუნდაც აი ამ ერთ აქტივზე გამოიყენოთ. ძალიან ტექნიკურად, ძალიან კარგად მოძრაობს, ლოგიკურად მოძრაობს, რაც მთავარია, ეს კონკრეტული აქტივი. ასე რომ მიაქციეთ ამას ყურადღება. ნახეთ, ეს არის buying კულმინაცია, ანუ ყიდვების კულმინაცია, მაღალი მოცულობის ფონზე. შემდეგ AR-ი, აქეთ, მოდით აი ესე გავაკეთებ, უფრო კარგად რომ გამოჩნდეს, აი ასე. შემდეგ ავიღებ აი ამ ინსტრუმენტს,
მოდით ავიღებ წითელ ფერს, აი ესე. ნახეთ, აი ეს არის აერი, ეს არის BC იგივე ყიდვების კულმინაცია, შემდეგ აერი, ანუ თვითონ ფასმა მონიშნა თავისი დიაპაზონი, შემდეგ ეს უკვე არის ტესტი ამ კულმინაციის, ჩამოვდივართ დაბლა, ვარღვევთ ჯერ ქვემოდან ამ ბალანსს, ეს არის იგივე გარღვევა პირველი ქვემოდან, შემდეგ ზემოდან გარღვევა, ეს შეიძლება იყოს UT და შემდეგ ვაკვირდებით, ჯერჯერობით ვაკვირდებით, რა შეიძლება მოხდეს. თუ მოხდა ასეთი რამ, პირველ კიდევ ერთხელ არღვევს ქვემოდან, შეიძლება ფასი კიდევ უფრო მაღლა წავიდეს. უფრო მაღლა. მაგრამ თუ ეს არის მართლა დისტრიბუცია, ჩემი მოლოდინი ასეთია, ან ნახევრამდე, ან ქვედა ზღვრამდე ჩამოდის ეხლა ფასი, ადის კიდევ ერთხელ აკეთებს ცრუ გარღვევას ამ ბალანსის, კიდევ ერთხელ და შემდეგ უკვე სრულფასოვანი აი ესეთი კორექცია. ჯერჯერობით ვაკვირდებით, კიდევ ერთი ფაქტორი, რატომ გონია რომ ეს არის დისტრიბუცია გარდა აი ამ მოცულობებისა, არის აი ეს დელტა. რას ვხედავთ დელტაზე? შეიქმნა ბალანსი, ბალანსის ფარგლებში ვხედავთ დადებით დელტას, მწვანე დელტას, უფრო ჭარბობს როგორც ხედავთ დადებითი დელტა, მაგრამ ფასი მაღლა ვეღარ ადის, გაჩერდა ბალანსში. ეს ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ მარკეტ მყიდველი აქტიურობს, ეს აქტიურობა იხარჯება ფუჭად. ანუ ვიღაც ყავს აქ ლიმიტ გამყიდველი, რომელიც ისრუტავს ამ მარკეტ ყიდვებს და საკუთარ ლიმიტ გაკიდვებით თავის პოზიციას ანაწილებს. შესაბამისად, აი ასეთი სურათი ჩემთვის იქნება უფრო პრიორიტეტული ვიდრე წინა რაც გაჩვენეთ. ეს არის სადამდე მოხდება კორექცია, ჯერ წინასწარ არ შემიძლია ვთქვა, მე ვფიქრობ რომ აი აქ კარგად მოვნიშნე დაახლოებით როგორც მინიმუმ ამ ზონამდე შეიძლება უფრო ღრმადაც. ეს უკვე იმ მომენტში გამოჩნდება, როცა უკვე მივხვდებით რომ კორექცია დაიწყო და შემდეგ სანახავი იქნება იმ მომენტში, სად შეიძლება ჩამოვიდეს ფასი. მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე წარმატებები ყველას.